მოგესალმება ჩაბათის მებაღე. დღეს არის 18 მარტი. გაჩვენებ დღეს ჩემი ვერანდიდან მყინვარწვერზე. ქვემოთ გაშლილია სოფელი. აქ თანდათან სამწუხაროდ აშენდება სახლები. ეს ხედი თანდათან ცოტა მიმცირდება. მოკლედ 4 შაბათია და ამოვედი დასაზვერად, რა სამუშაოები დავგეგმო, როგორ შევასრულებ წინა სამუშაოები, რა მაქვს გასაკეთებელი. ეხლა არის პერიოდი საკვების შეტანის მიწაში. ჩემი აზრით სხლები დავასრულე, თუმცა ეგ რამოდენიმე მომენტი დამრჩა და მიწის გაფხვიერების. ეხლა მიწა სველია. ეს გაფხვიერება რამდენად მოხერხდება არ ვიცი, თუმცა სარეველების ამოღება ესე ცალ-ცალკე თუ დავაპირებ, უფრო ადვილი იქნება. განსაკუთრებით მათი, რომელსაც გრძელი ბალახი აქვს. ეს ტუია რაღაც შეკრას არ აპირებს, არა და უკვე დროა აიკრას. ხო არ დავეხმარო ცოტათი, მოდი დავეხმარები, შევკრავ შიგნით ცოტა ხნით და მერე მოვაცილებ. შემიძლია უკვე პეროვსკაია გადავჭრა. ეს არის Russian sage, რუსული შალფეი, სალვია, რა ვიცი, როგორც გინდათ ისე დაუძახეთ, გადასაჭრელია. ჩემი პატარა ჯუჯა საყვარელი, ეს ძალიან დიდი არ მინდა გავზარდო. ფიჭვი მინდა ესე იყოს. გაიფურჩქნა საყვარელი, გაიფურჩქნა ეს ორყინვა გადატანილი იუკას ყვავილი. სამწუხაროდ მაგისგან ბევრს არაფერს ველი. რას მირჩევთ, ხო არ გადავჭრა და შემდეგს დაველოდო, იმიტომ რომ მომწონს, ოდესაც ეს მაღალია, ხო იცით? და ზემოთ თეთრი. აი რას მირჩევთ, იქნება რჩევა მომცეთ, თუ ქონიათ ესეთი გამოცდილება. ისე თუ დააკვირდებით, გამოჩნდნენ ბუზებით, შესაბამისად მწერებიც, მავნე მწერებმაც გაიღვიძეს, ვირუსებმაც გაიღვიძა, მცენარეებმაც გაიღვიძა, მიწა გათბა. შესაბამისად, უკვე უნდა გქონდეთ, ან შეწამლეთ ბაღი 1%-იანი ბორდოს ნარევით. ეს ვირუსებისა და სოკოების საწინააღმდეგოდ. მაშ ასე ცოტა მოსასუფთავებელი მაქვს აქაურობა, აქ არ მოვიკლავთ ამას დავტოვებ, ეს არის ბუნებრივი მულჩა. ესენი როგორც გახსოვთ, წინა შაბათს გადავსხალი ყველაფერი. აი აქ მაქვს ერთი ადგილი, ასათვისებელი, ან არ მაქვს, იცით რა, ესეც მაღალი გაიზრდება. ესაც გაფართოვდება, თუ მე ვეცი გაფართოების საშუალება და ეგ საერთოდ არ ჩანს, თუ არ გადავჭერი ის კოწახური, ამ კოწახურის გადასაჭრელად ფსიქოლოგიურად უნდა მოვემზადო. დაკ, იცით რა, თუ ვინმე საგვილა ჰორტენზიები გაქვთ გადასაჭრელი, ცოტა არ იყოს სიჩქარეთ, იმიტომ რომ შეიძლება უკვე დაგვიანებულიც იყოს, ხა მე კვირს ვერ ვხედავ, მაგრამ რა გითხრათ აბა, სარისკოა უკვე. აი აქ, ხო არ ჩავრგა, აი ამ ადგილზე, აი ამ ადგილას, აი რო შეხედოთ, ჭყორი მაქვს, ვარიგატული ჭყორი. აქ მაქვს ნაძვის ხე, აქედან მაქვს, როგორც ხედავთ, ხედის საძინებლიდან, აი ზამთარში თუ დავაპირე ამოსვლა, აი როდესაც ეს დეკორატიული შინდი
წითელ ყლორტებს ისვრის და აქვს უთოვლია ზამთარში, პატარა თოვლი ყოველთვის დევს. არ შრება თოვლი, აქ მზე არ უდგება, ჩრდილოეთის მხარეა და ხომ არ ჩავრგა. აი აქ, აი ამ ადგილზე, აი ამ შინდის ოდნავ გვერდზე ჩემკენ ჭყორი, რომელიც მომცემს ზამთარში ესეთ ცოცხალ იერს, თან ხო ვიცით საშობაოდის წითელ ბურთულებს იკეთებს კენკრას. ესაც საშობაო ნაძვის ხია. ჩემი მოკლე ჭკუით. ხო და მგონი ლამაზი უნდა იყოს, რას მირჩევთ, თუმცა ახლა გაჩვენებთ რა არის ჭყორი. აი ხომ გაგახსენდათ. მირჩიეთ, რას ფიქრობთ? აქ რა ხდება? ესე იგი, გადაიყვავილა ცოტაც და გადაიყვავილებს ზამთრის ჟასმინი და ის ეფექტი, რაც მინდოდა მიმეღო, ჯერ არ მაქვს, ოდესაც ზამთრის ჟასმინი ყვავის ეს ვინკაც და მინდოდა ესეთი ყვითელ ცისფერ მომენტები რაღაცა. ცოცხალია, კარგად არის ყველაფერი, ესაც გადასაჭრელია. აი ის არის კოწახური იულიანი, მარაწვანი კოწახურია. ეხა ცოტა ხანში ყვითელი ყვავილებით იყვავილებს. არ ემთხვევა ჟასმინის ყვავილობას, ზამთრის ჟასმინის ყვავილობას. ცოტათი ვინკა ურევს ხოლმე ვადებს. შეიძლება ვინკასთან ერთად იყვავილოს. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს არის აქ ჩანაფიქრი და ვნახოთ როდესაც უკვე მცენარეები მოძლიერდებიან, რა შედეგი მექნება. აი მინდა განახოთ ჩემი შეუხედავი ადგილი. აი აქ მაქვს ამ ტომრებში შარშან, რაც შემოდგომაზე გავმარგლე, ყველაფერი ტომრებშია, რომ იქცეს კომპოსტად. თუმცა ეს დაშლილა, ეს უფრო მულჩად გამოდგება ვიდრე კომპოსტად. არ ვიცი, ამაზე დავფიქრდები, შეიძლება ისე ტომარაში ჩავდო. სამწუხაროდ ეს სამშენებლო ტომრები ამისთვის არ ვარგა. რას თავარია, ვაიმე, აი ეს მაქვს სულ მოსასუფთავებელი. აქ მქონდა კორდონები დალაგებული და ზედეს ბლოკები, რომ მიწადარბილებულიყო, მაგრამ რადგან ვერ მოვიცალე წინა შემოდგომაზე, კორდონები საერთოდ გაქრა. აი ესე მინდა, ეს იყო მოსწორებული, მაგრამ რადგან ჯებირი არ მქონდა, ხო, აი ზედა მიწას უქვემოთ ჩამოვიდა. აქ მინდა ეს ყველაფერი, აი ესე როგორც ახლა დავიწყე, მოვასწორო, გავუკეთო ჯებირი, შემდეგ გამზადებული მაქვს ფიცრები უკვე სპეციალურ სითხეში დავამუშავე და იმას ვიზამ, რა ქვია, იმისაგან გავაკეთებ ყუთებს, სადაც ეგრეთ წოდებულ ამაღლებულ კვლებს გავაკეთებ ბოსტნისთვის. ეს ვინ დამიშალა ეს რკინები? სანახავი. აქ მაქვს ახლად ჩარგული, შემოდგომაზე ჩარგული ბალი და ვიცავ, როგორც მოგახსენეთ, მე ვერ ვხედავ კირიჩეთეთრების აზრს, რომ მზისგან დავიცვათ, იმიტომ იმ პერიოდში, როცა მზისგან უნდა დავიცვათ, ჩვენთან გაზაფხულზე მუდმივი წვიმებია და ეს უფრო მისაღებია თოვლიანი ადგილებისთვის, სადაც ნალექი თოვლის სახით მოდის. აი ეს რა არის, რო იცოდეთ. ბოცა ლურჯი. ამაში ვაყენებ ბალახის წუნწუხს, ან რომ მოვთიბავ ჩაყრი ბალახს, დავასხამ წყალს, ორ კვირა დავტოვებ და მერე ვიყენებ საკვებად მცენარეებთან. უებარი რამეა, მაგრამ აქვს ერთი თვისება.
ლურჯი რომ არის იზიდავს მაისის ხოჭოებს, აი ალიონკები და რაღაცეები როა, რომელიც ბუტკოში ჭამს ხეხილის ყვავილს. ამიტომ ვიყიდე რაღაცა შავი სპრეი, საღებავი და მინდა ეს გადავღებო. მგონი ესაც გასაკეთებელი მაქვს. აი ესე დავიგეგმავ დღეს. თუ მოვასწარი უნდა გავაკეთო რაღაც, თუ არა და შაბათს გავაგრძელებ, რასაც შევძლებ. აი ხა ჩემი ნასაუბრებიდან მე ამოვარჩევ სასწრაფო რაც არის. ეს ჩემი ხელით გაკეთებულია კოცონის ადგილი. რკინის ბადეში ჩავაწყე ადგილობრივი ჩემი ქვები, აი ეს ქვისგან არის ჩემი წერა და ამოდის ესეთი ქვები. ეს გადაჭრები რაც ვაწარმოე და დასაწვავია ყველაფერი. ცოტა დახარისხებული მაქვს ეს რაღაცები, რა ვიცი რაში გამომადგება ეს შოლტები და რაღაც ხო იცით. ყველაფერი საჭიროა ბაღში. ეხლა უყურეთ რა ხდება. ბუდლია ფანტანმა გაიღვიძა. ეს არ იფიქროთ რომ ეს შეუხედავად გამოიყურება, როგორც იცით მე კოლგოტკებს ხმარობ რომ იწელება და არაზიანებს მცენარეს, არც წყალი დგება შიგნით რომ დალპეს, აი ეს მინდა ავწიო მაღლა, რომ აი ეს გაუხევდეს ეს ვარჯი და აი ესე ფანტანივით ჩამოიყაროს, რომ აი ესე ვერანდიდან მე ლამაზად ხედავდე. რა შეეხება სტახისები ჯერ არ არის გასასუფთავებელი, ლილიებს როგორც ვიცით ჯერ ზძინავთ. ხოთაშორის ნუ უყურებთ, ესაც ლილია კანდიდა მარაწვანე. ფაქტიურად ამასაც ზინავს, მარაწვანე ჯერ ყვავილისთვის არც ფიქრობს. კვირჩი შევიდა, წითელი მოცხარი, უკან მინდოდა მეჩვენებინა შავი მოცხარი და ფიქრობ უკან მაქვს ლურჯი მოცვი. ან ამოვიღო, ან მის გარშემო შემოვთხარო, ჩაურჭო რაღაც ბარიერები რკინის სახით. სახურავიდან მაქვს მორჩენილი რაღაც ფირფიტები და ჟავიანობა აუწიო იქ. ეს გახსოვთ ცედუმი რო გადავჭერით, რო ვჭრიდით თუ გახსოვთ, ძლივს ვჭრიდი, მეთქი უკვე ამოსული იყო და გამათავისუფლე უფრო ამოვიდა. სულ რა იყო, ამ შაბათს იყოს, რამოდენიმე დღე გავიდა, დღეს 4 შაბათია. რა მაქვს კიდე საკეთებელი? ამას დავაკვირდე. ეს არის არ გადამეთელოს შაშან პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე. იბერის მოვაჭერი ერთი ტოტი და ეს და აქვე ჩავარჭე ცოცხალია. გაზაფხულზე ვქენი ეს. ხა ცოტა მოძლიერდება, თან იბერისებს არ უყვარს, არც გაყოფა, არც გადარგვა, ასე რომ ვერიდებ იმასთან მანიპულაციებს. ამოვიდნენ უკვე ზამბახები იწყებენ ამოსვლას, ალიუმები ამოდის, ეს სხვათა შორის ალიუმი არის არა ბოლქვოვანი, არამედ ფესვოვანი, ერთი ეკმაკ და მეორე აი აქ უფრო დაფალი ცისფერი ფუმფულა ბურთებით, აქ მაქვს ვარდისფერ ბურთულიანი, ვიცით ეს სცენარე თქვენ რამდენიმე ჯერ ვახსენე და მოუხდება. ესეც გასასუფთავებელია, ოფიოპაგონი ნეგრა, შავი ოფიოპაგონი, აქ მინდა დაიფაროს. აქეთაც მაქვს, აი აქ და მოხვდა ჩრდილში, ამას ამოვიღებ, სხვაგან გადავრგავ, აი ერთი საქმე კიდე დავიმატე. სედუმები მაქვს გამოსასუფთავებელი სარეველისგან, ეს ვერ იჭერს სარეველას და სხვათა შორის ასაკრეფი მაქვს, ეს პარაზიტებია ესენი, საზიზღრები ესენი. ეს არის ჩემი ნიადაგმფარავი მიხაკი.
ფიქრობ, რომ ძალიან გაიზარდა და რაღაცა უნდა გავყო. აი კაც გასასუფთავებელი მაქვს ობრიეტა. ჯერ ლავანდებს არ შევეხები, ვაიმე ამას რა გადაჭრის. ეს რა შვება? არაპირებს გაცოცხლებას, კაცო. გაღვიძებას ეს გაზაფხულზე ყვავის. ეს არის ნიადაგმფარავი ფლოქსი. ესაც გასასუფთავებელი მაქვს. აი აქ რატომ ქონია ჩარჭობილი და აქ მაქვს. აი ეს რატომ აქვს ჩარჭობილი სედუმები მაქვს აქ. Так. სპირია იღვიძებს. აი ეს არის ის იბერისი, რომ გეუბნებოდით, ეს ნახეთ ახლა ცოტა ხანში სუთეთრად დაიფარება. ამოდის ეს ჩვეულებრივი ხოსტები, ჩვენ რო გვაქვს გურიაში და დასავლეთში. დანარჩენ ხოსტები ჯერ ძინავთ, ესენი გამძლები არიან. სხვათა შორის მინდა გითხრათ სიცხესაც და წვიმზესაც უფრო უძლებენ ვიდრე დანარჩენები. ასე რომ ასე ვთქვათ ჩვენი ენდემური ხოსტა არც თუ ისე ხელწამოსაკრავი ვინმეა. აბელიამ რა ვქნა ეს გადავკრიჭო თუ დაველოდო. აი ამ ცენას ვერაფერი ვერ გავიგე. როცა უნდა მაშინ ყვავილობს. თუმცა ეხლა ძალიან უმნიშვნელო ყვავილები აქვს. გასასუფთავებელია კარექსიც. მოკედ ეს კლუმბა გასასუფთავებელია. ჯერ როზარიუმს დავასრულებ და შემდეგ მიუბრუნდები. აი აქ არის ჰიბრიდული, ჩაის ჰიბრიდული ვარდები. ეს მეზობელმა მომცა, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს არის აღმოჩნდა მარანწვანე ზამბახი. იქ ვეფხისებრი ლილიები მაქვს ჩარგული და მოდით შევამოწმოთ რა ხდება. უი, ხო, აი კიდე რა მინდოდა მეთქვა. აი შალფეის, სალბს, ვერონიკას რატო არ ვჭრი შემოდგომით, აი იქ მქონდა იმედია კიდე მაქვს და გაცოცხლდება უზარმაზარი ბუჩქი ვერონიკის ვარდისფრად მოყვავილი და გადავჭერი შემოდგომაზე. და წინა ვიდეოებში თუ ნახავთ რაც გადავჭერი, ეხლა თუმცა შეიძლება აი უყურეთ ცოცხლდება. რასაც ეს ზედა ნაწილი შევუნახე, მაინც შეინახა ეს პატარა ბუჩქი და უფრო კარგად გამოიყურება, როდესაც ამას ვჭრით გაზაფხულზე. რაც უნდა ითქვას, მაინც ინახება. აი შეხედეთ, აი ეს არის ეხლა ხანს გადაჭრილი, თუმცა ესაც ადრე გადავჭერი. უკვე თებერვალში და უნდა დავლოდებოდი დანარჩენებს უკეთესად აქვთ ამოსული. იმას საერთოდ როგორც ნახეთ ერთი საეჭვო მომენტი ვნახე. ასე რომ ეს გაითვალისწინეთ თუ თქვენთანაც შეიძლება ტემპერატურა მინუსაც ქვემოთ ჩამოვიდეს ზამთარში. მოდით ვნახოთ ჩემი ექსპერიმენტი როგორ ხარობს ჩემთან ჰორტენზია ჩვეულებრივი დიდფოთოლა მიკროფილა ჰორტენზია. ეს მაქვს დაფარული ზამთრის განმავლობაში აი ესეთი მულჩირებული მაქვს, რომ ქვედა კვირტები მაინც შემენახა მეშინოდა, თუმცა როგორც ხედავთ, გადაურჩა ზედა კვირტებიც. თუ წინ აპრილი მელის შარშან ნასესხებში აპრილის შუა რიცხვებში ხეხილი მომეყინა ყვავილში. არც გარგარი მქონდა, არც ბალი ალბათ გახსოვთ რა ღირდა და აი შეინახა გერა თუ ჩანს. აი კვირტით შეინახა, ასე როა გერაკაც არის. ჯერ არ ვეხები, ნასესხებამდე მას არ შევეხები. თან დამულჩული მაქვს წიწვოვანებით, როგორც ხედავთ და წიწოვნით რატო? იმიტომ რომ ცოტა მჟავიანობასაც აუწევს, ამას უყვარს მჟავე ნიადაგი. აქ მაქვს რა ქვია, ხვიარა მოყვავილე 9 ტყავა, ბონიცერა. ისინი გასასწორებელი მაქვს, ობეზი ასაყვანი მისაბმელი. უი, რა მინდოდა მეთქვა. რა მაქვს გასაკეთებელი კიდე. აი ხო ნახეთ ლონიცერა.
მოყვავილე, მხოხავი. აი ეს საცლონიце რა. ესე ასე იყო ესე ამპელურად ტოტები ქონდა აქეთ-იქით გადმოშვებული და რადგან დამჭირდა ცოცხალიღობის გაკეთება და გაჩვენებთ ახლა სად ვაკეთებ იმ ცოცხალღობეს გადავჭერი ესენი და პირდაპირ მიწას ჩავარჯე. მაგრამ ეხლა რას ვიზამ რომ იმ დანჩენს დაეწიოს ეს ცოტა დიდი გამოვიდა გადაჭრის მერე ამ ხელა ფორმის არ მინდა ეხლა ხედავთ სადაც შეეხო მიწას აი ესე რო გადმოდის ხო ეხება მიწას და იქიდან ამოდის ახალი მცენარე აი ესენი მინდა ამოვიღო თან ცოტათი ეს ბურთი შემცირდება და გადავიტანო აი არაფერი დავაზიანო აი ამ ღობესთან აი აქ ესენი გაიზრდებიან სხვათაშორის ფანტასტიკური საშუალება ბზისგან თავდაცვი ანუ ბზას რაღაც 1000 მწერები ებრძვის და ამ ბოლო დროს ბზის გახარება რთულია ბზის მაგივრად ვიხმარ ამ მცენარეს დოეცია ყვავილობს უკვე დაიწყებს ცოტა ხანში ერთ-ერთი პირველი და თეთრია ჯერ ესეც 1 წლის არის მხოლოდ ჩემ ბაღში ეს არის ბუდლები რომელიც მეზობლის ბუდლიასგან ავიღე თესლი და გავამრავლე აი იქნება მირჩიოთ რა ხდება ისინი კი გვიანი ღვიძებენ ალბიციასთან დაკავშირებით მე რამდენი წელია ესეა ჩათხრილი ეს გამყიდველმა მომატყუა დიდი შეუკვეთე ჩამივიდა ესეთი პატარა და ველოლიავები ამდენი წელი ხო არა გაქვთ ალბიციასთან რამე გამოცდილება რომ მირჩიოთ იმიტომ რომ ეს არის ჩემს სახლში ასასვლელის აქეთ-იქით მხარეს მაგე მეორე მხარესაც მაქვს და მინდა მაღალი ხეები ფუმფულა წითელი ყვავილებით და ყვავილობენ მაშინ როდესაც წესით აქ მინდა ცოტათი გავაკეთო წითელი ამოსასვლელი აი გაზაფხულზე იყვავილებს ეს იყვავილებს არა ესეთი წითელი ეს იქნება ეს შაშანდელი ჩარგულია პატარა ეს ამოსაღები მაქვს აქ ცისფერი ელემენტი არ მინდა და სავარაუდოდ იმ ბუდლეებსაც ამოვიღებ აქ მინდა წითლად მოყვავილე მცენარეები რომელიც ყვავილობს აი როდესაც ჩემი ძირითადი ზედა ვერანდის კლუმბა დაიღლება აგვისტოში ისინი აი ეს მინდა რომ გაწითლდეს ეს არის ფოტინია კრანჩი ეხა ფოთლებს წამოიღებს წითლად ფოტინიები თქვენ გინახავთ და ეს ცოტა ესეთი ფოთლით არის და უნდა გავხსნა მერე რაღა მერე გავხსნა როგორ არის ჩემი ეს რაღაცა ცოტა არის ამას გავხსნი და გაჩვენებთ ჩემი შეფუთული ოლეანდრებს მე რამდენი წელია ვცდილობ გავახარო და ტაქსიბერა ხრაშუნა ნახოთ შარშანძილში მომიწია გადაჭრა და ახლიდან ამოიღო ეხლა იყოს ესე კაი ამინდებია სადაც მე ბოდიში მტვერზე მაქვს რეაქცია მარტის ბოლოს აპრილის დასაწყისში 4 დღე მინუსებია პროგნოზით დავტოვებ ეს დღეები ცოტა მზემ გავარ გამოუარო შეხედო რა სიზამს აი თავებსაც კი არ ვაჭრი რომ სტრესი არ გავუკეთო ნაყვავილას და მე შევფუთა ირმის რქა სხვათა შორის აი ეს ირმის რქა მეზობლის ძროხამ მართლა ძროხა ეგ გადამიჭამა ძირში აი ჩავდე ქოთანში ვერ გადავაგდე ამოიღო ეს 2 ტოტი არა და რამხელა იყო და რადგან აქ წითელი მომენტი მინდა ეს არის ჟოლოსფერი ისევე როგორც ჟოლოსფერია ოლეანდრები აქ მინდა აი ესეთი
აგვისტოს ბოლოს სექტემბერში მოყვავილე წითელი ელემენტები მქონდეს. აღარ გავხსნი აქ ლეღვი მაქვს, რატომღაც ჩემთან არ მოსწონს ლეღვს. კედარი თუ გახსოვთ წინა ვიდეოში იყო ცოტა მეჩვენებოდა რომ განაცრისფრებული იყო და გამომშრალი, ეხლა ხელს რო ვკიდებ არ უნდა შეგვეშინდეს თურმე ამ ამბის, არის ცოცხალი, სითხით სავსე, ფერით შეეცვალა, ის ვერცხლისფერი კედარია ეს. დეოდორა. და ვაიმე მინდა დავამთავრო ვარდების მომენტი, ისინი გადაჭრის შეწამლები არიან. მინდა მოვაყარო ნიტრო 18 ეს NPK-სავით, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი, რომელიც ამ დროს ჭირდება მცენარეებს და ამოვუბარო ამობარვის დროსვე შევეცდები რაც არის ამოსაღები, ჯანღაბალახები ამოვიღო, რადგან მეორეჯერ ამაზე აღარ მინდა, თქვათ ჯერ გავმარგლო, მერე ის შევიტანო, მინდება რომ ერთდროულად გავაკეთებ და თან მეორეჯერ უკვე ამ თოხნილზე აღარ გავივლი, აღარ დავტკეპნი, რაც ნაკლებად დავტკეპნი, უკეთესი იქნება. ეს გაზაფხულზე რო იყვავილებს, აპრილში უკვე თიბა დამეწყება, მე ამაზე თავს აღარ მოვიკლავ, იმიტომ რომ ხო ვიცით აქ დათესილია 1000 უბედურება, რომ მოვთიბავ ყველაფერს, აქ დავაწყობ მულჩად. აი სხვათა შორის აი ლავანდულა, ესეც პირდაპირ ჩავარჭე, ჯერ არ ვეხები ამას, იმიტომ რომ აქ როზმარინების გარდა მაქვს ლურჯი სალბი, შალფეი, მაქვს ლავანდები, როზმარინები, ეს ძველი გაკეთებულია და იმიტომ ჩანს ესე დიდი, ეს პირველი რაც ვიყიდე მიწა, მაშინ დავიწყე გაკეთება და სტახისები. აი უყურეთ რითი მაქვს შემო ეს მეზობლად თბილისში გადაჭრეს ჩემთან, გადაჭრეს ხეები, რომელიც პატარა კუნძები იყო, რომლის აწევა შევძელი, ჩავყარი მანქანაში, ამოვიტენდი მშვენივრად იცავს, სხვათა შორის, რომ აქედან არ გადავიდეს, იქიცარეველა. მეტი ვეღარ მოვახერხი, აქ დავასრულე ეს ამბავი და თავი რო დავიცვა ანალოგიურიდან სტახისები ჩავრგე აქ, რომელიც ნაკლებად უშვებს იქით ბალახს და მე მგონი ჯერჯერობით წარმატებული პროცესია. ხო, ვარდებთან შევიტან, კლუმბებზე შევიტან, აი კი რასაც არ გავაკეთებ, ჯერ არ შევიტან საკვებს ხეებთან. იცით რა, ზოგი ამბობს რომ ხეებთან საკვები უნდა შევიტანოთ შემოდგომით ნაკელი სახით, აი სრული სისულელე, იმიტომ რომ მცენარეს მაგ დროს მიწა ძინავს და თან რომ აითვისოს მცენარე, მაიმე იქ რა ცუდად ეხახუნება, რომ აითვისოს მტის გადასაჭრელი მექნება. მცენარემ საჭირო 10-15 გრადუსი მაინც ის ნაკელი. ამ დროს მთელი გამოზამთრებული ნაკელი გამოშრება და მთელ თავის ეფექტს კარგავს. თან მე ნაკელს უკვე აღარ ხმარობ, იმიტომ რომ როგორც აღმოვაჩინე ამ ჩემი რამოდენიმე წლიანი გამოცდილებით, ჩვენთან ნაკელი არ იშოვება ისეთი, როგორც უნდა იყოს 3-4 წლის მეტის გადამწვარი, მართლა გადატრიალებული, რომ შიგნით არ იყოს ეს ხოჭოები და რაღაცები, რომელიც შემოგვაქვს მერე ეზოში და მერე წამლავთ და ვებრძვით ამ ხოჭოებს. ასე რომ რას ვიზამ, რადგან აპრილის დასაწყისში წვიმებია მოსალოდნელი, მე კარგად მოვწყავ, წვიმები კი არა, ყინვებია მოსალოდნელი, მე ვარჯის გარშემო კარგად მოვწყავ ხეხილს და ისევ NPK-ს უზამ 20 წყალში გახსნილს და რას ვიზამ აქ. ამ შემთხვევაში მაგ მომენტისათვის თუ გაიხსნა ეს კვირტები ბოლომდე და სხვათა შორის მინდა გაჩვენოთ, რომ გარგარი ჩქარობს, როგორც ყოველთვის, უკვე საშიშროება აქვს ამას. და ეს გარგარი და ტყემალი, როგორც ხედავთ, მე შემოხვეული ტყემალი არა ალუჩა და ქლიავი დაცული მაქვს გაზაფხულის ზისგან. უყურეთ რა შვები ეხლა მე, რომ მოვწყავ 2 გრადუსით მიწევს
ნიადაგის ტემპერატურას და შესაბამისად ხეს აქვს ძალა გაუძალიანდეს ყინვებს, შესაძლოა მეყვავილი უკვე აღარ მომეყინოს, თუ ამ დროისათვის გაიხსნათ, რომც გაიხსნეს, აი ესეც უკვე საშიშია ყინვებისთვის რა, ესეთ მდგომარეობაში. და საკვებს შევიტან უკვე მორწყულის მერე, როცა ყინვები გადაივლის, თუმცა ვფიქრობ, რომ საკვებს იცით დავფიქრდეთ, რას მეჩვენოთ. მე მგონი ჯობია საკვები ყვავილობაში არ შეიძლება, ყველგან არა, სადაც ყვავილში არ იქნება, იმასთან შევიტან, გარგართან შევიტან, რადგან ეს არის მცენარეა, პირველი წყებს ყვავილობას, მხოლოდ მაშინ, როდესაც უკვე გამოიბამს პატარა ნაყოფუკებს და ფოთოლს დაიწყებს, აი მაშინ შევიტან. მითხარით თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით ჩემ მოსაზრებებს. ამჯერად მგონი დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე, მომავალ შაბათამდე. დღესაც ცოტა წავიმუშავებ და გავაგრძელებ შემდეგ. ფანტასტიკური ადგილი, აი ამ ადგილმა მომხიბლა ადამიანი, რომელმაც ბარის ხმარება ინტერნეტით ვისწავლე და სხვათაშორის მეგონა ბოსტახე უნდა ჩამეთხარა და თვითონ მიხედავდა თავს. რო შევხედე, რომ ეგრე თლად ეგრე არ არის, მომიწია ამ ყველაფრის შესწავლა. გამოიყენეთ ჩემი გამოცდილება და ცოდნა. თუ რამე შენიშვნები გაქვთ, ჩემზე ალბათ გამოცდილი მებაღები არიან და მირჩიეთ რამე. დაგემშვიდობებით. გამოიწერეთ ჩემი არხი. ძალიან გთხოვთ, მომიწონეთ ვიდეო. თქვენი შაბათის მებაღე.